ეს არის სასამართლო. ყველას შემიძლია მოუწოდოთ ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, ბათუმში. შებძანდით სამოქალაქო სასამართლოში, გაუხილოთ მარცხნივ, მიდით საფიქარეში ვსწრებით. იქ კაცია, ქალი არ არის. არის ერთი აყროლებული საფიქარეშო, კაცების, რომელიც არ იკეტება, იქ ქალიც უნდა შევიდეს და კაცის და ჩამოყალიბდეთ ვართ კაცი, ქალი თუ ვიაროთ ყველამ ერთ საფიქარეში. ამას ვიტყოდი მე და ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამართლო. კაცის თემას რაც შეეხება, ავსტრიაში კი ბატონო არის ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული, მაგრამ არის ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპაში, სადაც ეს არ არის დაკანონებული და მაგაზე ვიცახი მაგალითად ხორვატს რო უთხრა რომ ეს დავაკანონოთ ჩვენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება შენგენის საზღვრამდე ვერ გამოასწრებ. ძალიან ისეთი კონსერვატორი ქრისტიანები, მორწმუნეები არიან დამიჯერეთ ხელისუფლებაში, ჩემზე მეტი განათლებული ხალხი, რა თქმა უნდა, ყველა არა, 1-2, რა ვიცი ხა დიუსელდორფში რო ხარისხს იღებ, მე მგონი რა ცოტა დიუსელდორფის გარეთ შეიძლება გაიხედო და მიხვდე რომ კაცი, ანუ კაც რა არც ქუჩაში გამოეკიდება და მე პირადად ყავდა თანამშრომელი კაცი, რომელიც კაცი იყო დაქორწინებული და 3 თვე არ ვიცოდი. არც არავის შემოგვხვდა, არც დაგვაძალა